მღვდელმთავრები საპატრიარქოს ტოვებენ, სინოდის ხდომა 6 საათია მიმდინარეობს. დასრულდა თუ არა შეკრება, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, საპატრიარქოს ჯერ არც სინოდის განჩინება გამოუქვეყნებია. მედიასთან კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომლის განცხადებითაც საპატრიარქო კანდიდატების ასაკთან დაკავშირებით სინოდმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო, განათლების საკითხზე კი არც უმსჯელიათ. რაც შეეხება დებულებების ცვლილებას, ამაზე გაფართოებული საეკლესიო კრება იმსჯელებს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მედვედევის სამეზობლოს ემუქრება და აცხადებს, რომ დროა რუსეთმა უარი თქვას მეზობლების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ტოლერანტობაზე. მისივე თქმით, პუტინმა ეს უკვე გააკეთა, როდესაც ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ იყო კმაყოფილი სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებით. მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, მე გიგა ავალიანის დედამ დღეს ვუყურე ვიდეოს, როგორ მოკლეს ჩემი შვილი, განაცხადა ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ. მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობაზე ფილმი ჰქონდა. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს თავზე, ასე პასუხობს კალაძე უფასო სასადილოებიდან თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეს. მისი თქმით, სხვის დანაშაულზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, ამბობს კალაძე.